მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ აზიური სენდელის შესახებ. ეს არის ინგრედიენტი, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მას შემდეგ, რაც კორეული კოსმეტიკა გახდა დასავლურ ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული, ეს ინგრედიენტი კიდევ და კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ყველა ბრენდი ცდილობს უკვე რაღაცა მაინც გამოიტანონ ბაზარზე ამ ინგრედიენტით და მოდით დღეს ცოტა უფრო ახლოდან შევხედოთ, რა არის, საიდან მოდის, რისთვის არის კარგი, როგორი კანის ტიპისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასე შემდეგ. ნებისმიერი კითხვა რაც შეიძლება ამ ინგრედიენტთან დაკავშირებით გქონდეთ. ოკეი, პირველ რიგში სახელი. რა ფორმით შეიძლება, რა სახელით შეიძლება შეგხვდეთ აზიური სენდელა? ნუ, პირველ რიგში რა თქმა უნდა თვითონ აზიური სენდელა და სიკა. სიკა ბალმი, რაც გაგიგიათ, იგივე აზიური სენდელას ბალმი იგულისხმება ამაში. ესაა ინგრედიენტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა აზიურ ტრადიციულ მედიცინაში და ამ ტრადიციული მედიცინიდან ნელ-ნელა გადმოვიდა თანამედროვე სკინკეა ბაზარზე და სამყაროში. აზიური სენტელა არის მრავალწლოვანი ბალახი, რომელიც ძირითადად იზრდება აზიაში. ჩვენ მაგალითად თანამედროვე სკინკეა ბრენდებთან ორი განსხვავებული ტიპის სენტელას ვიცნობთ. ერთი არის მადაგასკარის სენტელა და მეორეა აზიური სენტელა. როგორც ამბობენ, მადაგასკარის სენტელა უფრო ველური სცენარია, იქედან გამომდინარე, რომ ბუნებრივად, ან თავის ბუნებრივ გარემოში იზრდება და ნაკლებად კულტივირებული არის ადამიანის მიერ და ეს თავისი ბუნებრივი ანტიოქსიდანტური თვისებები მაქსიმალურად აქვს შენარჩუნებული, ხოლო აზიურ, უფრო კორეულ სენტელაზე ამბობენ, რომ რადგან კორეაში 4 სხვადასხვა სეზონი არსებობს, ძალიან ცივი და მძიმე ზამთარი და ძალიან ცხელი ზაფხული, აზიურ სენტელას 4-ვე სხვადასხვა სეზონის და დროის გავლა, გადატანა, თავის გადარჩენა უწევს, შესაბამისად უფრო ძლიერად და მეტად არის დატვირთული ანტიოქსიდანტური თვისებებით. მოკლედ, ორივე მხარე თავისი პროდუქტის დაპირებას ცდილობს. ძირითადი, რასაც და როგორც იყენებენ, ასე ვთქვათ, აზიურ სენტელას თანამედროვე კოსმეტიკაში არის მისი ექსტრაქტი. ანუ მცენარის ექსტრაქტი არის ის, რაც უმეტეს შემთხვევაში შეგხვდება სხვადასხვა პროდუქტებში. ასევე არსებობს აზიური სენტელას წყალიც, ასაც უნდა მიაქციოთ, რა თქმა უნდა, ყურადღება. ანუ ეს ფერმენტაციის პროცესი წყლის შემთხვევაში ისე ხანგრძლივად და ძლიერად არ მიმდინარეობს, როგორც ექსტრაქტის შემთხვევაში. შესაბამისად, სენტელას წყალი ნაკლებად კონცენტრირებულია, ვიდრე ექსტრაქტი. ამას მივაქციოთ ყურადღება, იმიტომ რომ ამან შეიძლება ფასზე იქონიოს გავლენა. წესით უნდა იქონიოს ამან ფასზე გავლენა. აზიური სენტელას ექსტრაქტი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად ძლიერი და დატვირთული არის და შესაბამისად უფრო მეტი უნდა ღირდეს, ვიდრე წყალი. ნუ, რა თქმა უნდა, თვითონ მთელი მცენარია დატვირთული არაჩვეულებრივი ელემენტებით, ინგრედიენტებით, რომლებიც შემდეგ რა თქმა უნდა წყალშიც ხდება და ექსტრაქტშიც, მაგრამ სად უფრო გამძაფრებულია, მაგალითად საპონინები, ამინომჟავები, ფლავონოიდები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც გვჭირდება, რა თქმა უნდა, ამ ექსტრაქტისგან, ნუ რომელი უფრო მეტად არის დატვირთული, ამას აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა. ისევე როგორც მადაგასკარის ესაა ყველაზე ძლიერი, ყველაზე კონცენტრირებული ნაწილი აზიური სენტელას. იმდენად, რომ ხშირად თუ შეიცავს ესე თუ ის პროდუქტი მადაგასკარის ცალკე წერენ ხოლმე ინგრედიენტების სიაში და არა როგორც აზიურ სენტელას, იმიტომ რომ იციან რომ ამით ქულებს იწერენ, ასე ვთქვათ. ეს უფრო ძლიერია, ეს უფრო ანტიოქსიდანტურია და ამის გამოკვეთას ყოველთვის ცდილობენ ხოლმე ინგრედიენტების სიაში. ამიტომ შეიძლება სიას რო გადახედავთ ინგრედიენტებისას, აზიური სენტელა და მადაგასკარი ცალ-ცალკე ეწეროს. რეალურად წარმოშობა ერთი აქვს, ერთი მცენარისგან მოდის ორივე, მაგრამ მადაგასკარი კიდევ უფრო დატვირთულია. ამიტომაც ხშირად უფრო ქვემოთ შეგხვდება ხოლმე ინგრედიენტების სიაში, იმიტომ რომ სულ რამოდენიმე პროცენტის შესახებ ვსაუბრობთ. გარდა სკინკეასა, აქვე რო ჩავამატოთ, შეიძლება ასევე მისაღები ორალური ფორმითაც ნახოთ აზიური სენტელა, მაგალითად აბების კაფსულების ფორმით, რომელსაც გოთა-კოლა აწერია, ცირამე განსაკუთრებულად თუ წარმოითმის ეს სახელი, ანუ შეიძლება რომ დალიო კაფსულების აბების ფორმით აზიური სენტელა, თუ ხედავთ კაფსულებს ამ წარწერით, ამაში აზიური სენტელა იგულისხმება. ნუ, რადგან ამინომჟავებით განსაკუთრებულად ძლიერი აზიური სენტელა იგულისხმება ის, რომ შიგნიდან ორგანიზმიდან მიეხმაროს არა მხოლოდ კანს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ორგანოს, მაგრამ კანისთვის იგულისხმება, რომ ეს ამინომჟავები, რა თქმა უნდა, პროტეინების და კოლაგენის წარმოქმნის პირველი წყარო, შესაბამისად, კოლაგენი რო შეივსოს კანში, შეგვიძლია ვთქვათ, შინაგანადაც მივეხმაროთ.
ჩვენს ორგანიზმს და აბების ფორმით აზიური სენტელა არის ერთ-ერთი საშუალება. ამისთვის მე გეტყვით, რომ პირადად არასდროს არ მიმიღია აბების ფორმით აზიური სენტელა, შესაბამისად მან რაღაცა რეკომენდაციას ვერ გავაკეთებ ან რაიმე კომენტარს. აზიური სენტელას სასარგებლო თვისებები. რატომ ვიყენებთ ჩვენს სკინკეარში? პირველ რიგში ის ანტიოქსიდანტური თვისებები, რომლებიც უკვე ვახსენე, ეგაა პირველი ძლიერი მცენარეული ანტიოქსიდანტი. ანტიოქსიდანტებს ვიყენებთ რატომ? გარემო დამინძურება, გარემო ზემოქმედება, UV გამოსხივება, ყველაფერი რაც ჩვენს კანს აზიანებს. ოქსიდანტური სტრესი, რასაც დღიურად ვიღებთ, რა ებრძვის ამას ანტიოქსიდანტები. და ერთ-ერთი ასეთი არის, რა თქმა უნდა, აზიური სენტელა. და ძალიან წარმატებით გამოიყენება სკინკეარ პროდუქტებში ზუსტად ამის გამო. ამ ანტიოქსიდანტური თვისებების გარდა, ასევე არაჩვეულებრივი ანტიბიოტიკი თვისებებითაც გამოირჩევა, სწორედ ამის გამო იყენებდნენ ტრადიციულ მედიცინაში, განსაკუთრებით როცა ჭრილობების მოშუშებას ეხება საქმე, ანუ თუ დაზიანებული კანი გაქვთ, აკნე, გამონაყარი, დამწვრობა და ასე შემდეგ. სიკას ბალმსაც ხშირად იყენებენ ხოლმე მსგავსი დანიშნულებით, ზუსტად აქედან მოდის, რომ აზიური სენტელა მსგავსი ანტიბიოტიკი თვისებებითაც გამოირჩევა. აღდგენა სიკას ბალმი, მოგეთ სიკას ბალმი ხა შეგვიძლია წარმოვიდგინოთ და ეს ბევრი კარგი სასარგებლო თვისება რის გამოც იყენებენ ხოლმე სიკას ბალმს. კანის აღდგენა არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი და ჰიდრაცია, ტენიანობა. არაჩვეულებრივი ჰიდრატორია, არაჩვეულებრივი დამატენიანებელი ინგრედიენტია, რომელიც არბილებს, ატენიანებს და იცავს კანის ბარიერს. რაც შეეხება რა სიძლიერით გამოიყენება სხვადასხვა პროდუქტებში, სხვათა შორის აზიურ სენტელას სამედიცინო პროდუქტებშიც იყენებენ და იქ ძალიან მკაცრად არის განსაზღვრული, როგორ და რანაირად გამოიყენება აზიური სენტელა. კოსმეტიკურ საშუალებ პროდუქტებს რაც შეეხება, აქ სამწუხაროდ ისიც კარგად არ არის ეგ ამბავი გარკვეული, ამიტომ ხშირად შეაპიარებდნენ ხოლმე რაღაცა პროდუქტს და ამ დროს სულ რამოდენიმე წვეთი აზიური სენტელა იყოს შიგნით, მაგრამ ზოგადად რო ვთქვათ 5% და ზემოთ, როცა ექსტრაქტს ეხება საქმე, უკვე თერაპიული ზღვარის შესახებ საუბრობთ, როცა ის ჰიდრაცია, დატენიანება, კანის დარბილება, ის ანტიოქსიდანტური თვისებები, ეგ ყველაფერი უკვე შეიძლება როგორც შედეგი დავინახოთ პროდუქტის გამოყენებისას, 5% და ზემოთ უკვე თერაპიული ზღვარის შესახებ საუბრობთ. თვითონ მადაკასოსოიც რაც შეეხება იმ ინგრედიენტს, რომელსაც გითხარით, რომ ხშირად ცალკეც წერენ ხოლმე ინგრედიენტების სიაში, აქ უკვე 1%-ზე ქვემოთაც კი 0.5-1% უკვე თერაპიული ზღვარის შესახებ საუბრობთ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ძალიან კონცენტრირებული ინგრედიენტი, ამიტომ თუ უფრო ქვემოთ ხედავთ ინგრედიენტების სიაში, მაგან არ დაგაბნიოთ. აზიურ სენტელას დღესდღეობით იყენებენ ყველა ფორმით, ყველაფერში, ანუ პროდუქტის ტექსტურას აღარ აქვს მნიშვნელობა, გამწმენდებში, ნიღბებში, ერთჯერად ნიღბებში, ესეთ ჩამოსაბარ ნიღბებში, დამატენიანებლები, შრატები, ამპულები, ესენსიები, მზისგან დამცავები, არ ვიცი, ყველგან და ყველაფერში სახე, სხეული, თმა. აზიურ სენტელას შეხვდებით ყველგან. საკმაოდ სტაბილური ინგრედიენტის შესახებ საუბრობთ, ამიტომ შეფუთვაზე როგორი შეფუთვით მოდის სხვადასხვა პროდუქტებში, მაგაზე შეგვიძლია არ ვიდარდოთ. მოკლედ, აზიური სენტელა არის არაჩვეულებრივი ინგრედიენტი, განსაკუთრებით ადამიანებისთვის, რომლებსაც კანის ბარიერი აქვთ დაზიანებული, ეგზემა, როზაცია, გამომშრალი კანი, სიწითლე. რეალურად ვერ გეტყვით ვერც ერთი კანის ტიპს, ან ვერც ერთ ასაკს, როცა არ შეიძლება აზიური სენტელას გამოყენება. არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია, არაჩვეულებრივი დაზიანებული პრობლემური კანისთვის, ისევე როგორც ახალგაზრდა კანისთვის, ესე უფრო ასაკოვანი კანისთვისაც. უბრალოდ მოძებნეთ პროდუქტი, რა ფორმითაც მოგეწონებათ ამ ინგრედიენტის ჩართვა თქვენს თავისმოყრის რუტინაში. თუ ძლიერად ხიმიანი პრობლემური კანი გაქვთ, შრატების, ესენსიების, ამპულების ფორმით სავარაუდოდ უფრო სასიამოვნო იქნება ამ ინგრედიენტის გამოყენება. თუ უფრო მშრალი ასაკოვანი კანი გაქვთ, კრემების, უფრო რიჩ დამატენიანებლის, სიკას, ბალზამის, ბალმების ფორმით ჩართვა თქვენს თავისმოყრის რუტინაში თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება. ჩემი ამ წუთას ერთ-ერთი ფავორიტი ხაზი, რომელიც აზიური სენტელათი არის დამზადებული, არის პურიტოს ხაზი, მათი პურიტოს soul, განახლებული პურიტოს ხაზი, როგორც იცით, ორი სხვადასხვა აქვთ, პარფიუმის და პარფიუმის გარშე, ეს ღია მოლურჯე მომწვანო ფერი არის პარფიუმის გარეშე ვერსია, ჩემი შეფუთვა თითქმის გამოცლილია უკვე, სხვათა შორის ეს არის მუქი შეფუთვა, ეს არის პარფიუმით ვერსია, აქ საკმაოდ მძაფრად გრძნობთ პარფიუმს, ამ ხაზიდან აქვთ ყველაფერი, გამწმენდი, ტონერი, შრატი, დამატენიანებელი, მზისგან დამცავი, არაჩვეულებრივი ხაზია, ჩემი ფავორიტია ნამდვილად. კიდევ ერთი ფავორიტი პროდუქტი არის La Roche-ის სიკა
ბალმი, რომელზეც B5 პლუს B5-ით არაჩვეულებრივი ბალმია, ну, რა თქმა უნდა, უფრო მშრალი, გამომშრალი კანისთვის, მაგრამ სიკას სიძლიერეს, რა თქმა უნდა, იქაც გრძნობთ დოქტორ ჯარდ, რომელიც, თავისი თიგაგას ხაზი, რომელსაც ფოტოშოპის Sephora-შიც იპოვით, ძალიან ცნობილია და ბევრი საყვარელი და ბევრი არაჩვეულებრივი პროდუქტი აქვს, რა თქმა უნდა, ამ ხაზიდან. სულაც არ არის გასაკვირი, რომ ბევრის ფავორიტია. ფოტოშოპის ერთი პროდუქტი, რომელიც არ მინახავს, რომ ბევრი საუბრობდეს და ისეთი პოპულარული არა, სავარაუდოდ იმიტომ რომ ესეთი ძალიან cool პროდუქტი არ არის და რაღაცა განსაკუთრებულად გამორჩეული შეფუთვით არ მოდის ალბათ მაგიტომ. ეს არის Benton's-გან, მათი სიწითლეების საწინააღმდეგო გამაგრილებელ დამამშვიდებელი გელი, Centella's გელი, რომელიც ზუსტად სიწითლეების ჩასაცხრომად და კანის დასამშვიდებლად არის. ერთ-ერთი საუკეთესო Centella's გელია, ზუსტად მაგ დანიშნულებით, ვისაც ლოყები გიფეთქდებათ ხოლმე, დასაცხრომად, დასამშვიდებლად, რომ ეს სიწითლეები შემდეგ ლაქებში არ გადაიზარდოს. ერთ-ერთი საუკეთესო გელია. ანუ მე ისი ტექსტურაც დამიტესტავს, მეც ტესტერი მაქვს და სტილი მე თვითონ არ მქონია მთლიანი შეფუთო მართალი გითხრათ თავის მოვლის რუტინაში, მაგრამ ვისაც გააქვთ და გაწუხებთ ეს სიწითლეები 100 მილilitrიანი შეფუთვით, განსაკუთრებულად ძვირიც არ ღირს. როზაცია ვისაც გაქვთ და სიწითლეებს ზოგადად ვისაც გაწუხებთ, მე ვფიქრობ, რომ ეს გელი უნდა გედოთ სახლში. ყოველ ჯერზე როცა ცხელი დუშიდან გამოხვალთ ან ორთქლიდან და ცხელი ძიმე დღის შემდეგ ლოყები უნდა დაამშვიდოთ. ერთ-ერთი საუკეთესო გელია. მოკლედ, მეგობრებო, როგორც ხედავთ, დასავლური ბაზარი იქნება თუ კორეული ბრენდები იქნება, სიკა ბევრი ბრენდის საყვარელი ინგრედიენტია და საფთიაქო ქსელებს სიკას გამოყენება უფრო უყვართ. კორეული აზიური ბრენდები უფრო აზიურ Centella's იყენებენ. რატომ ვერ გეტყვით, მაგრამ ესია. მე ნამდვილად გამორჩეულად და განსაკუთრებულად მიყვარს ეს ინგრედიენტი და ვცდილობ, რომ რაღაცა მაინც აზიური Centella's სულ მქონდეს თავის მოვლის რუტინაში, რაც არც ისეთი რთულია. როგორც გითხარით, ყველაფერში აზიური Centella უკვე. კარგად, მეგობრებო, სიამოვნებით შემეხმარეთ კომენტარებში, თქვენ რამდენად მოგწონთ ეს ინგრედიენტი, რა ფორმით იყენებთ, შრატი, დამატენიანებელი, მზისგან დამწავი გამწმენდი და ასე შემდეგ. თქვენი ფავორიტი პროდუქტი, ფავორიტი ბრენდისგან რომელია აზიური Centella's შემცველობით, რომელია კიდევ ის ინგრედიენტები, რომელთა შესახებაც უფრო მეტად და დეტალურად გინდათ რომ ვისაუბროთ სამომავლო ვიდეოებში, ეგეც სიამოვნებით გამიზიარეთ კომენტარებში. იქამდე კი პლეილისტ დაგიტოვებთ ვიდეოს ბოლოს, სადაც სხვა ინგრედიენტების შესახებ შეგიძლიათ გააგრძელოთ ვიდეოების ყურება. ერთ ვიდეოს YouTube-ის ალგორითმით შეარჩევს თქვენთვის და თუ დრო გაქვთ სიამოვნებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგავსტოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. დღესთვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. Ciao!